საღამომშვიდობისა უყურებთ ქრონიკას 20-ზე მე ხატია ხვათაძე ვარ. საქართველოს სომხეთის თანამშრომლობის მნიშვნელობა, ეროვნული ინტერესები და ახალი ამბიციური პროექტები, პრემიერ-მინისტრის ვიზიტი სომხეთში. საქართველოს დელეგაციამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობა შეწყვიტა. ღირსეული ნაბიჯი დამოუკიდებელი ქვეყნისგან, ეს ხელისუფლების პოზიციაა. ვინ და რატომ ებრძვის საქართველოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ბრიტანეთის დელეგაციის ხელმძღვანელის აღიარება და გონჩარენკოს შეცვლილი რიტორიკა. USAID-ის არამიზნობრივი გრანტები 30 მილიონის 3 პროგრამისთვის, ამერიკელი ჰაკერების მიერ გამჟღავნებული ინფორმაცია და ორგანიზაციის დუმილი. ზიამაღლობელი საქმე და სპეკულაცია, როგორ რეაგირებენ ევროპაში პოლიციელის ფიზიკურ შეურაცხყოფაზე, ქრონიკის უპასუხო კითხვა და საელჩოების ხმაურიანი მოწოდებები. ღირსების ორდენოსანი სამართალდამცველები, ვის ერგო პრეზიდენტისაგან სახელმწიფო ჯილდო. სტაბილურობა კავკასიაში, საქართველოს და სომხეთის პარტნიორობის მნიშვნელობა. საქართველოს და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა შეხვედრაზე განხილული საკითხების შემდეგ გზავნილები ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაავრცელეს. ნიკოლ ფაშინიანმა 2025 წელი ახალი და ამბიციური პროექტების საწყისადაც განსაზღვრა. გიორგი აბაზაძე პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დეტალებით ერევნიდან. სომხეთსა და საქართველოს აქვს აქტიური როლი რეგიონულ განვითარებაში. ასეთია ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების გზავნილი სომხეთის დედაქალაქიდან. თავის მხრივ მასპინძელმა ნიკოლ ფაშინიანმა დღეს იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან არსებული მაღალი დონის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება. მხარეებმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეს ეკონომიკური კუთხით თანამშრომლობაზე, როგორც ითქვა, ტურიზმისა და ვაჭრობის მიმართულებით თანამშრომლობაში არის კარგი დინამიკა. გარდა ამისა, დღეს ქართულ დელეგაციას საკმაოდ დაატვირთული დღე ჰქონდა სომხეთის დედაქალაქში. უნდა ითქვას, რომ მხარეებმა ისაუბრეს ერთად ხორცერებულ არაერთ პროექტზე, მათ შორის სხვა მნიშვნელოვან პროექტებზე, რომელსაც აქვს გლობალური მნიშვნელობა, მათ შორის აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალზე და შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელზე. Ქონდა ორხრივი შეხვედრა პრემიერ-მინისტრის ფაშინიანთან, სადაც ვისაუბრეთ სხვადასხვა თემაზე, ვისაუბრეთ რა თქმა უნდა ორხრივ ურთიერთობებზე, ასევე საუბარი ქონდა რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე. რა თქმა უნდა, ყველა მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის თანამშრომლობა, პარტნიორობა იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნების ეროვნული ინტერესები, ეკონომიკური კუთხით ურთიერთობების გაღრმავებაც არის ერთ-ერთი პრიორიტეტი. დღემდე გვაქვს ძალიან კარგი დინამიკა სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით, ტურიზმის სფეროში და რა თქმა უნდა ჩვენთვის პრიორიტეტია არსებული რესურსების მაქსიმალურად ათვისება და ამისთვის ყველაფერი გაკეთდება. ორ მეზობელსა და სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას წინ თანამშრომლობის დიდი გეგმები აქვს, უფრო მეც ნახავთ სიუჟეტში. საქართველოს მთავრობის დელეგაციის თვითმფრინავი ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში დღის 3:30-ზე დაეშვა. პრემიერსა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს აეროპორტში სომხეთის ვიცე-პრემიერი ტიგრან ხაჩატრიანი დახვდა. აეროპორტის შემდეგ სომხეთის მთავრობის მეთაურმა ქართველ კოლეგას მთავრობის სახლში უმასპინძლა. ორი ქვეყნის პრემიერის თავმჯდომარეობით ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათა შორისი მე-14 სხდომა ორი ქვეყნის ურთიერთობასა და სამომავლო პერსპექტივებს შეეხო. გლობალური მნიშვნელობის შეხვედრაზე, რომელსაც ქვეყნები ერთმანეთის მონაცვლეობით მასპინძლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ჯანდაცვის, განათლების, ტურიზმისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. სტრატეგიული პარტნიორობის პრიზმაში და თანამშრომლობის ფარგლებში დამოუკიდებელმა სომხეთმა და საქართველომ ქრონოლოგიურად 30 წელზე მეტი წლის განმავლობაში თანამშრომლობა კარგად განავითარეს. გქონია მიღწევები, ბევრი დაბრკოლებაც გადაგვილახავს. მინდა ხაზი გაუსვა იმ დიდ პოტენციალს, რომელიც გაგვაჩნია ჩვენი ურთიერთობების გაძლიერებისა და გამდიდრების კუთხით. ეს თანამშრომლობა არის ის იდეა, რის მიმართაც ერთგულება გვაქვს ნაკისრი და კონკრეტული პოლიტიკის საფუძველზე შეგვიძლია ამ მიმართულებით ვიმუშაოთ. ჩვენ სრულად ვცემთ პატივს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ჩვენ გვაქვს კარგი გაგება იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კავკასიაში მშვიდობა და სტაბილურობა. ყველა ნაბიჯს ვდგამთ იმისთვის, რომ ამ ბიზნისკენ ვიაროთ. მიმაჩნია, რომ ახალი მიღწევებიც გვაქვს. დარწმუნებული ვარ, რომ 2025 წელი ყველა ჩვენი ძალისხმევის და ერთობლივი ინიციატივების შედეგად იქნება ახალი ამბიციური პროექტების დასაწყისი. სომხეთს და საქართველოს აქვთ აქტიური როლი რეგიონული განვითარების მიმართულებით. სამშვიდობო პროექტი ითვალისწინებს ამ რეალობას და ძალიან კონკრეტული სარგებელი შეუძლია მოიტანოს. ამის პოტენციალი ნამდვილად არსებობს. მე დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელ პლატფორმას, ამ კომისიის ხდომას მაქსიმალურად გამოვიყენებთ იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად განვამტკიცოთ და დავტვირთოთ არსებული თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატები, გავაღრმავოთ ჩვენი მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობა და გამოგვეთოთ თანამშრომლობის შესაძლო ახალი
მიმართულებები. საქართველოს ყოველთვის გამოთქვამდა მზაობას და ახლაც სად არის ხელი შეუწყოს და წვლილი შეიტანოს რეგიონში სტაბილურობის და მშვიდობის დამკვიდრებას, რაც ჩვენი ქვეყნების განვითარებისა და კეთილდღეობის აუცილებელი პირობაა და რა თქმა უნდა მზად ვართ ამ საკითხებზე თანამშრომლობისთვის ჩვენ სომეხ მეგობრებთან და პარტნიორებთან. მოხარული ვართ, რომ საქართველოს წარმოადგენს მიმზიდველ ქვეყანას სომეხი ინვესტორებისთვის. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს სომხურმა ინვესტიციებმა საქართველოში თითქმის 40%-ით მოიმატა. სხდომაზე, რომელიც გაფართოებულ ფორმატში ჩატარდა და რომელსაც როგორც სომხეთის, ისე საქართველოს მთავრობის წევრები ესწრებოდნენ სხვადასხვა სექტორში ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას გაესვა ხაზი. ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობას, მსხვილ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მათ შორის სატრანზიტო დერეფნის განვითარების მნიშვნელობას. ჩვენ შევეხეთ გადამცემი ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხსაც, რაც რა თქმა უნდა რეალისტურს გახდეს ამ შემთხვევაში უფრო მეტი ელექტროენერგიის მიღება საქართველოში სომხეთიდან და შემდგომში რა თქმა უნდა ექსპორტის შესაძლებლობებსაც გააჩენს. რაც შეეხება სატრანსპორტო დერეფნებს, ამ კუთხითაც ჩვენ ჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს სომხეთთან. ორ ქვეყანას აქვს შესაძლებლობა უმაღლეს დონეზე პრემიერ-მინისტრები ხელმძღვანელობენ ამ სხდომას, განიხილონ ის საკითხები, რაც უკავშირდება ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას და ეს მოიცავს ბევრ სფეროში თანამშრომლობას და სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავებას. ჩვენი ინტერესი არის საერთო, ჩვენ გსურს რეგიონში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა. პოტენციალი დიდია ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის რა თქმა უნდა სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის გაზრდა, სადაც პოტენციალი არსებობს და თავისთავად ცხადია ამ მიმართულებით იქნება საკმაოდ აქტიური თანამშრომლობა. სომხეთის და საქართველოს თანამშრომლობა ჯანდაცვის მიმართულებით არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი რესურსების ოპტიმალურად ასე ვთქვათ მობილიზების თვალსაზრისით და სხვა მიმართულებებით, რაც აუცილებელია პირველ რიგში დაავადებათა გავრცელების პრევენციისთვის და იმავდროულად რა თქმა უნდა მასთან ბრძოლის თვალსაზრისით. საქართველოს ხელისუფლება რეგიონში სამშვიდობო პოლიტიკისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს. ეს გზავნილი საქართველოს მთავრობის მეთაურმა ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაახმოვანა. სხდომის დასრულების შემდეგ მხარებმა მედიისთვის განცხადება გააკეთეს. რეგიონში არსებული გამოწვევების სამხრეთ კავკასიაში სტაბილური გარემოს შენარჩუნება და ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი ასპექტები. ეს საუბრის მთავარი თემა იყო. თანამედროვე მსოფლიო არის გამოწვევებით სავსე და სწორედ ამ გამოწვევების გათვალისწინებითაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ორი ქვეყნის მჭიდრო თანამშრომლობა. ჩვენ ერთად შეგვიძლია ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნების ეროვნული ინტერესების დაცვაზე. რა თქმა უნდა, ეს პროცესები, რომლებიც ვითარდება ჩვენს გარშემო, გავლენას ახდენს ჩვენი ქვეყნების პოლიტიკურ პოზიციებზე და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ კუთხითაც ჩვენი თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველოს ყოველთვის გამოთქვამდა მზაობას, ხელი შეუწყოს და საკუთარი წვლილი შეიტანოს რეგიონში სტაბილურობის და მშვიდობის დამკვიდრებაში. დღევანდელი კომისიის სხდომის განხილვის მთავარი თემა იყო სწორედ ეკონომიკური პარტნიორობა. და კიდევ ერთხელ მოვიწვიო პრემიერ-მინისტრი პაშინიანი ჩაუბრძანდეს ვიზიტით ჩვენს ქვეყანაში. ხაზი გავუსვი იმ პროექტს, რომელიც შემოგთავაზეს ჩვენი მთავრობის წევრებმა. ეს არის მშვიდობის გზაჯვარედინი და საქართველოს ჩართულობით და რეგიონში ყველა ქვეყნის მონაწილეობით მნიშვნელოვანი იქნება. რაც შეეხება ფართო რეგიონულ თანამშრომლობას, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ მიმართულებით განვავითაროთ ურთიერთობა. ჩვენ მზად ვართ შავი ზღვის ელექტრონული წყალქვეშა კაბელის განვითარებაში მივიღოთ მონაწილეობა. ჩვენ მშვიდობა და სტაბილურობა არ მიგვიღია მოცემულობად. ჩვენ არსებულ მდგომარეობას რეალობად უყურებთ. ჩემს კოლეგას ვესაუბრე ამ საკითხზე სომხეთ-აზერბაიჯანის ნორმალიზაციის პროცესზე და ხაზი გაუსვი იმას, რომ სომხეთმა კონკრეტული გამოსავლის გზების შესთავაზა აზერბაიჯანს და ჩვენ ველით, რომ სტრატეგიული პასუხიც მოვა აზერბაიჯანიდან. ჩვენ ვუდასტურებთ ჩვენს ქართველ კოლეგას, რომ ყველაფერს გავაკეთებთ მშვიდობის გასაძლიერებლად. ასევე ვუთხარი ჩემს კოლეგას, რომ დემარკაციისა და დელიმიტაციის საკითხი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაიწყება ამ პროცესის შემდეგი ნაბიჯის სახით. საზღვარი ამ სამ ქვეყანას შორის იქნება სწორად გაწერილი. ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ხელი მოეწერა თბილისში სომხეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას. მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა უკვე სტრატეგიული ჩარჩო დოკუმენტითაც გამტკიცდა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სომეხი კოლეგა ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია. სომხეთში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა შედგა საქართველოს და მასპინძელი ქვეყნის პირველ დიპლომატებს შორის. პირისპირ და გაფართოებული ფორმატით დისკუსიის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე, თანამშრომლობასა და მეგობრობაზე ისაუბრეს.
ჩვენს ქვეყნებს შორის არის ძალიან მჭიდრო ურთიერთობა, ძალიან ბევრი საკითხი, რაზედაც ჩვენ გვააკავშირებს საერთო ინტერესები, გვაქვს საერთო ინტერესები და საერთო სურვილები, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს ურთიერთობები. ეს რა თქმა უნდა შეეხება პირველ რიგში ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობას, ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობას, გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობას, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას და სხვადასხვა სფეროებში, რაც ორივე ქვეყნის ინტერესში არის იმისათვის, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ და გავაღრმავოთ ურთიერთობები. უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმ პარტნიორობას, რომელიც ჩვენ შორის ჩამოყალიბდა ამ საბჭოს პროცესში. ხშირია ქვეყნებს შორის საქმიანი შეხვედრები. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ყველაფერი მიმართულია ურთიერთობების გაღრმავებისკენ. ევროსაბჭოში საპარლამენტო ასამბლეაში ბრიტანეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა ლორდთა პალატის წარმომადგენელი, რომელმაც საჯაროდ თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის ქონება არა მხოლოდ უნდა ჩამოართვან, ის თავად უნდა გამოიყენონ. აღიარება ერთადერთი სკანდალი არ არის სტრასბურგიდან. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზევე გამოსვლისას წარსულის გადაფარვას სცადა უკრაინელმა დეპუტატმა, თუმცა გონჩარენკოს შეცვლილი რიტორიკა მის უკვე ნათქვამს ვერ შლის. ბრძოლა საქართველოს წინააღმდეგ. კეთი გრიგორაშვილის სიუჟეტი. ლორდ დონ ტუიგის სანქციების ფორმატი აღარ აკმაყოფილებს და ბიძინა ივანიშვილისთვის ქონების ჩამორთმევით და ამ ფინანსების გამოყენებითაა დაინტერესებული. ლორდთა პალატის წევრმა ეს რადიო თავისუფლებას უთხრა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ თავისუფალი საზოგადოების დასაცავად, სადაც არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ უზარმაზარი ქონება და ამ ქონებას ბოროტად იყენებენ. ქვეყნის გასაკონტროლებლად და ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მათ ამის შესაძლებლობა არ მიეცეთ. ეს ადამიანები ხშირად ძალიან მდიდრები არიან და ჩვენ ვიცით ვის გულისხმობთ. ბატონ ივანიშვილს. მე არ ვამბობ, რომ უბრალოდ ქონება უნდა ჩამოვართვათ. ჩვენ ეს ქონება უნდა გამოვიყენოთ. დონ ტუიგის პოზიცია პრემიერ ირაკლი კობახიძისთვის საბჭოური მენტალიტეტის ნათელი გამოვლინებაა. მთავრობის მეთაური ამბობს, რომ ლორდთა პალატის წევრისგან მსგავსი განცხადება უბრალოდ სირცხვილია. მმართველი გუნდის წევრები ფიქრობენ, რომ ლორდს ან ინფორმაცია არ აქვს ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების შესახებ, ან ისიც ჩართულია კამპანიაში საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ. რა არის ეს თუ არა საბჭოური მიდგომა, როცა კაცი ლორდთა პალატის წევრი საუბრობს გაკულაკებაზე და ასეთ თემებზე, ხო? ეს არის სირცხვილი, რა თქმა უნდა, ევროპისთვის, თან ეს კაცი წარმოადგენს ყველაზე დიდი ტრადიციების მქონე ადამიანის უფლებების სფეროში და დემოკრატიის სფეროში კონკრეტულად ყველაზე დიდი ტრადიციების მქონე ქვეყანას, ინგლისს, დიდ ბრიტანეთს. მისგან საუბარი ასეთი საბჭოური სტილით არის აბსოლუტურად მიუღებელი, ალბათ ცნობილი ბრიტანელი, ინგლისელი მოღვაწეები საფლავში ტრიალებიან, როცა სტრამეს ისმენენ ლორდთა პალატის წევრისგან. ბიძინა ივანიშვილის თავის რესურსი არასდროს გამოუყენებია თავის ფუფუნებისათვის, ქვეყანას დაახარჯა და ეხლაც საკმაოდ საინტერესო და საგანგებო მნიშვნელობის პროექტებს ახორციელებს. ამის თაობაზე ან არ იცის პატივცემულმა ლორდმა, ან იცის და საგანგებოდ ქმნის ესეთ გარკვეულ განწყობას, რომელიც კონკრეტული პოლიტიკური პარტიების, კონკრეტული პოლიტიკური ესტაბლიშმენტის ინტერესებში არის გათვალისწინებული. ვინ მიცა ამ ბატონს ესეთი განცხადების გაკეთების უფლება, რატომ აძლევს იგი თავის თავს ამის უფლებას? ვერ ეგუებიან, რომ მიუხედავად მათი ესეთი უხეში ჩარევისა, მაინც ქართულმა საზოგადოებამ, უმრავლესობამ ჩვენი მოსახლეობის დაუჭირა მხარი ქართულ ოცნებას. და ისინი წაგებულ პოზიციაში არიან და შესაბამისად ეხლა რაღაცნაირ რევანშისტულ, ასე ვთქვათ, განწყობაზე არიან. ევროსაბჭოშივე გააკეთა განცხადება ოლექსეი გონჩარენკომ, რომელიც ქართულ საზოგადოებას უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე მის მიერ გაკეთებული განცხადებებით კარგად გვახსოვს. ის, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიებზე გასეირნებისკენ მოგვიწოდებდა, დღეს ამბობს, რომ საქართველოში ომი არავის სურს. ისინი გეუბნებიან, რომ საქართველოში მშვიდობას იცავენ. ეს იცროია, არც უკრაინას და არც ერთ ევროპულ ქვეყანას არ სურს საქართველოში ომი. არავის მსოფლიოში ეს არ სურს. ჩვენ გვსურს ვიხილოთ მშვიდობიანი, აყვავებული და ლამაზი საქართველო. უარი მეორე ფრონტის გახსნაზე მმართველი გუნდის განცხადებით გონჩარენკო და მისი მსგავსი იდეოლოგიის ადამიანები საქართველოს ხელისუფლების პოზიციამ გააღიზიანა. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ განცხადებების შეცვლით კონკრეტული ადამიანები უკვე გათქმულ მიზნებს ვერ გადაფარავენ. იმის პარალელურად, როცა რადიკალური ოპოზიცია ჩვენ განითხოვდა მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას უკრაინაში, სანქციებთან მიერთებას და შემდეგ რუსეთთან დაკავშირებით უკრაინელი
დეპუტატები პირდაპირ საუბრობდნენ მეორე ფრონტის გახსნაზე. პირდაპირ მოწვევები იყო ამასთან დაკავშირებით. დღეს ერთ-ერთი მათგანი, პასეს წევრი, უკრაინელი გონჩარენკო, რომელიც თავის დროზე ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობდა სხვათა შორის რუსულ მხარესთან, სახელმწიფოსთან, დღეს საუბრობს საქართველოსთან დაკავშირებით მასში, როდესაც 3 წლის წინ ის პირდაპირ ითხოვდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას. და დღეს ვითომც არაფერი საუბრობს იმაზე, რომ თურმე არავის სდომებია საქართველოში მეორე ფრონტის პირდაპირ ითხოვდა ჩვენი ქვეყნისგან მეორე ფრონტის გახსნას. ახლა აბსოლუტურად ლოგიკურია, თუ რა მოტივები ამოძრავებს გონჩარენკოს, ის უკმაყოფილოა იმით, რომ საქართველოში არ გაიხსნა მეორე ფრონტი და სწორედ ამას უკავშირდება მისი და მისი თანამოაზრეების ანტიქართული ნაბიჯები. ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან ბევრი ნახა, ძალიან ბევრი მოისმინა და ძალიან ბევრი მოითმინა. შესაბამისად, ახლა ვინ რა თქვა, ეს უკვე არსებობს, ეს ნათქვამია და ჩაწერილია. შესაბამისად, ძალიან კარგად გვახსოვს, ვის რა პოზიციები ჰქონდა საქართველოსთან მიმართებაში. ახლაც ვხედავთ უპრეცედენტო ზეწოლას ჩვენ ქვეყანაზე და ეს ყველაფერი უკავშირდება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, რომელსაც ქვია უსაფრთხოება და მშვიდობა და სტაბილურობა ჩვენს ქვეყანაში. ყველაფერი იყო შეთანხმებული მესიჯები და არ იფიქროთ, რომ ცალკეული ან გონჩარენკოს ან იმ უკრაინის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან მოგონილი განცხადებები. ისინი დავალებებს ასრულებდნენ და ეს იყო საერთო მესიჯი და რა თქმა უნდა განხორციელებულიყო ქმედება, რაც ითვალისწინებდა იმას, რომ ქვეყანაში გახსნილიყო მეორე ფრონტი, დაგვეწყო ომი. ამით დავღუპავდით ჩვენს სამშობლოს, ქართველ ხალხს, ჩამოგვეშლებოდა სახელმწიფოებრიობა, კიდე შეიძლება დაგვეკარგა ტერიტორიები და აღმოჩნდებოდით ისეთ უბედურ მდგომარეობაში, სადაც დღეს უკრაინა იმყოფება. წარსულს როგორც რაც მოძრაობა ვერ წაშლის თავის წარსულს და არქივს, რაცაც ინახავს და მათ გამონათქვამებს და მათ სულისკვეთებას, ზოგადად ესევე გონჩარენკო ვერ წაშლის თავის წარსულს და თავის განცხადებებს და თავის პოზიციებს თუ რა ქონდა. თავს ვიკავებ მაქსიმალურად იმ პოლიტიკურ წიაღისეულში შევიდე, იმიტომ რომ გონჩარენკოს და მისი გუნდიც უბრალოდ აი გასაცოდავებულ მდგომარეობაში არიან პოლიტიკურად. საქართველოში არც მეორე ფრონტი იქნება და ვერც სანქციებით დააშინებენ ხელისუფლებას. ასეთია მმართველი გუნდის გაცხადებული პოზიცია. 30 მილიონი სამი პროგრამისათვის ამერიკელი ჰაკერების მიერ გამჟღავნებული ინფორმაციის შესახებ USAID დუმს საუბარია სოლიდურ ფინანსებზე და საჯაროდ გაცხადებულ ზოგად ამოცანაზე კონკრეტიკის გარეშე. ინფორმაცია არც ვებგვერდზე იძებნება. პოლიტიკური შეფასებით კი მსგავსი მაგალითები კიდევ ერთხელ ადასტურებს გამჭვირვალობის აუცილებლობას და მმართველი გუნდის განცხადებას, რომ საქართველოში დიდი რაოდენობით ფული არა გაცხადებული მიზნებისთვის, არამედ პოლიტიკური აქტივობისათვის იხარჯებოდა. მეგინ არსავიძეა პირდაპირ ეთერში. ყოველდღიურად სულ უფრო მეტი ფაქტი თუ სხვადასხვა წყაროდან გავრცელებული ინფორმაცია ადასტურებს ქვეყანაში უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის აუცილებლობას. შესაბამისად, იმ კანონის არსებობის მნიშვნელობასაც, რომელსაც რადიკალები და მათი მოკავშირეები მწვავედ, მაგრამ უსაფუძვლოდ აკრიტიკებდნენ. სოლიდური გრანტების ბუნდოვანება, რომ უდიდესი გამოწვევაა, ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. ამერიკელი ჰაკერების მიერ ერთ-ერთ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით ვიგებთ ისეთი თანხების შესახებ ინფორმაციას, რომლის მიზნობრიობასთან დაკავშირებული დეტალები უცნობია. საუბარია ერთ-ერთი მთავარი დონორის USAID-ის შესახებ. სკანდალური ინფორმაცია USAID-ის სოლიდური და ბუნდოვანი გრანტების შესახებ. ამერიკაში ჰაკერებმა გატეხეს ვებგვერდი, საიდანაც საჯარო გახდა არამომგებიანი გრანტები. საუბარია სამ პროგრამასა და $30 მილიონ. ინფორმაციის მიხედვით 20 მილიონ დოლარზე მეტი სამართლის უზენაესობის პროგრამისთვისაა გათვალისწინებული, 6 მილიონზე მეტი მედიის გაძლიერებისთვის, $3 მილიონი კი სამოქალაქო განათლებას უნდა მოხმარდეს. უცნობია ამ პროგრამების დეტალები, ამის გარკვევა კი სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელთან ვცადეთ. თუმცა გიორგი ჩხეიძე, რომელიც ოპოზიციასთან უფრო კონკრეტულად კი ნიკა გვარამიასთან დაახლოებული პირი, ამბობს, რომ სამსახურის გამო კომენტარის გაკეთების უფლება არ აქვს. კომენტარის გაცემის უფლება არ მაქვს ამჯერად, იმიტომ რომ შეზღუდვა მაქვს სამსახურებრივად. და პირადი თვალსაჩინოთაც მინდა კომენტარის მოცემა როგორც მოქალაქის. პროგრამები, რომელთა დაფინანსების ოდენობაზე ინფორმაცია ჰაკერების მიერ გატეხილ საიტზე იძებნება, მხოლოდ ზოგადად არის წარმოდგენილი USAID-ის ვებგვერდზე. არაფერია დაკონკრეტებული, არ ვიცით რა აქტივობებში დაიხარჯება თანხა და რა გზით აპირებენ მიაღწიონ საჯაროდ გაცხადებულ მიზანს. ვკითხულობთ მხოლოდ პროგრამის ზოგად დახასიათებას, მათ შორის ვხვდებით სკოლის მოსწავლეებთან და სტუდენტებთან დაკავშირებულ გეგმებსაც. საუბარია მათ ჩართვაზე სამოქალაქო აქტივობებში, მაგრამ რას გულისხმობენ ამ დეტალებზე საუბარი არაა.
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა აძლიერებს საქართველოს სამოქალაქო განათლებას. სკოლებში მოსწავლეების სამოქალაქო და დემოკრატიული ჩართულობის გაუმჯობესებით, სამოქალაქო განათლების სფეროში კერძო სექტორის ჩართულობის ხელშეწყობა სკოლის დონეზე და სტუდენტების უნარისა და ცოდნის გაუმჯობესება, რომ პასუხისმგებლობით გამოიყენონ ტექნოლოგია, რათა მონაწილეობა მიიღონ ქართული საზოგადოების წინაშე არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევებზე, სამოქალაქო აქტივობებსა და საზოგადოებრივ დისკურსში. დონორების მხრიდან სხვადასხვა მიმართულებით ბუნდოვანი დაფინანსება კითხვებს არ უჩენს რადიკალურ ოპოზიციას. პოლიტიკოსები, რომლებიც მუდმივად ყველა აქტუალურ თემასთან დაკავშირებით უმეტესად უსაფუძვლო კრიტიკით გამოირჩევიან, ახლა აცხადებენ, რომ არ ესმით რატომ უნდა გააკეთონ კომენტარი USAID-ის გრანტებზე. მე რა შუაშია USAID-ის გრანტებთან. ამერიკელების საქმე არის რა იქნება დაკონკრეტებული და რა არა. ჰაკერების მიერ საიტის გატეხის შედეგად გასაჯაროებული ინფორმაცია არ უკვირთ მმართველ გუნდში. როგორც ქართულ ოცნებაში ამბობენ, უკვე ყველამ გაიგო, რომ საქართველოში მოედინება სოლიდური ფინანსები არეულობის ხელშესაწყობად. ეს კი კიდევ ერთხელ ადასტურებს გამჭვირვალობის შესახებ კანონის არსებობის აუცილებლობას. საინტერესო რა არის, რომ ჩვენ მივიღოთ გამჭვირვალობის კანონი, თუმცა გამჭვირვალობაზე ჩვენს მეტად უკვე სხვები ზრუნავენ. გარდა ამისა, თქვენ იცით, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მიიღო გადაწყვეტილება ყველანაირი ასეთი დაფინანსების გაჩერების თაობაზე. ეს არის რეალურად შავი დღე რადიკალური ოპოზიციისთვის და ეს არის ძალიან კარგი განვითარება ქართული დემოკრატიისთვის. თავარია რასე გაგრძელდეს პროცესები, ჩვენი იმედი გვაქვს, რომ ეს არ იქნება მხოლოდ სამთვიანი შეჩერება. ყველა ის დაფინანსება, რომელიც მიმართულია ქვეყანაში ვითარების არევისკენ, არეულობის შემოტანისკენ, რევოლუციისკენ, რა თქმა უნდა გაჩერდეს და ჩვენ მალობა უნდა გადავუხადოთ ტრამპის ადმინისტრაციას იმისათვის, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. რა თქმა უნდა, ეს თანხები მიდიოდა პოლიტიკაში, შავი ფულის სახით. ამით ხდებოდა რევოლუციების მოწყობის მცდელობა, ხდებოდა პოლარიზაციის გაღვივება, ექსტრემისტული ორგანიზაციების დაფინანსება და ზუსტად ამის გამო მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მიგვეღო გამჭვირვალობის კანონი. თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ყველა ასეთი დაფინანსება გააჩერა. სამწუხაროა, რომ გარკვეულ სტრუქტურებს, რომლებსაც ევალება ჰუმანიტარული და სხვადასხვა განვითარებაზე მიმართული პროექტები განახორციელოს ქვეყნებში, კონკრეტული ორგანიზაციები მუშაობენ იმისათვის, რათა მექანიზმი შექმნან, რომ საინტერესო მათთვის საინტერესო და ესეთ მნიშვნელოვან დროს ეს მექანიზმი ამუშაონ პატარა სახელმწიფოების და არა მარტო პატარა სახელმწიფოების, მძლავრი სახელმწიფოების ინტერესების წინააღმდეგ. დარწმუნებულები იყავით, რომ აი ესეთ ინფორმაციებს ძალიან მრავლად გავიგებთ და ყველაზე მთავარი სამართლებრივ შეფასებებს მოვისმენთ და დარწმუნებული ვარ ბევრ პასუხის, ბევრ პროცესს შევხედავთ პირდაპირ ეთერში ამერიკის შეერთებულ შტატებში თუ სად, როგორ, რისთვის და რა მიზნობრიობით იხარჯებოდა ფული. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა 3 თვით გაყინა დაფინანსება საგარეო დახმარების თითქმის ყველა პროგრამისთვის. USAID-ის ვებგვერდზე კი ჩვენ ხვდებით დაგეგმილი თუ მიმდინარე პროექტების შესახებ კონკრეტულობისგან დაცლილ ინფორმაციას. სიამაღლობელი საქმე და სპეკულაცია, როგორ რეაგირებენ ევროპაში პოლიციელის ფიზიკურ შეურაცხყოფაზე. ქრონიკის კითხვას არც ერთი საელჩო არ პასუხობს, თუმცა თითქმის ყველა მათგანი შეფასებისას ხმაურიან გზავნილებს და მოწოდებებს არ ერიდება. როგორია პრემიერ-მინისტრის პოზიცია, მარიამ ბუღაძის სიუჟეტი ვნახოთ. თვეების განმავლობაში წახალისებული ძალადობის შედეგი. ასეთია პრემიერ-მინისტრის პოზიცია მზია ამაღლობელის მხრიდან სამართალდამცველზე განხორციელებულ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე. ირაკლი კობახიძე მომხდარში მთავარ პასუხისმგებლობას ადგილობრივ და უცხოელ პოლიტიკოსებთან ერთად იმ დონორ ორგანიზაციებს აკისრებს, რომლებიც ამაღლობელს აფინანსებენ. პრემიერის განმარტებით დემოკრატიულ ქვეყანაში პოლიციელზე თავდასხმას ყოველთვის მკაცრი რეაგირება მოჰყვება. ყველა ის ადამიანი რომელიც მშვიდობიანს უწოდებდა არამშვიდობიან პროტესტს. არის იმ დანაშაულის წამქეძებელი, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ. მისი ორგანიზაციები ფინანსდება უცხოეთიდან. თითოეული თანხის ჩამდები მის ორგანიზაციებში არის პასუხისმგებელი იმ პარტიულ პოლიტიკურ ძალადობაზე, რომელიც განახორციელა მზია ამაღლობელმა შესაბამისად. თუ იმეს უნდა რაიმეზე საუბარი პირველ რიგში მოინანიონ და გამოხატონ სინანული ძალადობის ახალისებისათვის. რაც შეეხება თანაზომიერებას, ამას პრევენციისთვისაც აქვს, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა. მე ამას ვამბობ როგორც იურისტი. როდესაც ადამიანი შეურაცხყოფს პოლიციელს,
იქ უნდა იყოს მაქსიმალურად კაცრი ზომები გამოყენებული, იმისათვის რომ სახელმწიფო იყოს დაცული. მათ უნდათ სახელმწიფო ჩამოშალონ, მათ უნდათ პოლიცია ჩამოშალონ. ხო, ამას ადრე აკეთებდნენ მაგალითად გახარიას ხელით, სხვა ფორმით, ახლა ცდილობენ რომ ასეთი პროვოკაციებით შეასუსტონ ჩვენი პოლიცია. რა თქმა უნდა, ვერავის მივცემთ ამის საშუალებას. პოლიციელზე თავდასხმის შემთხვევაში ევროპულ ქვეყნებში არსებულ უფრო მკაცრ მიდგომებზე საუბრობს ქართული ოცნების გენერალური მდივანი. კახაკალაძე განმარტავს, რომ საქართველოშიც კანონის წინაშე ყველა მოქალაქე თანასწორია. ნახეთ, ევროპულ ქვეყნებში, თუნდაც ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიციას რომ თქვათ იგივე შეურაცხყოფა მიაყენო. რა რეაგირება ექნებათ მათ და რა პასუხი მოყვება ამ ყველაფერს და ჩვენ თუ გვინდა ავაშენოთ დემოკრატიული სამართლიანი სახელმწიფო, ყველამ პატივი უნდა ვსცეთ კონსტიტუციას, პატივი უნდა ვსცეთ კანონებს. კადრებით ნაჩვენები ძალადობრივი შემთხვევის მიუხედავად ოპოზიციაც ცდილობს საპირისპირო ამტკიცოს და საქმე პოლიტიკურად მოტივირებულად წარმოაჩინოს. რადიკალები ამაღლობელის საქმის სამართლებრივ მხარეზე საუბარს თავს არიდებენ. მე არც პროკურორი არ გახლავართ და არც იურისტი, გინდათ სამართალზე კითხების დასმა. მართლა სამართალზე დასვით კითხები. მმართველი გუნდი ევროპელი პოლიტიკოსების ორმაგ სტანდარტზე საუბრობს. კოლექტიური ნაცმოძრაობის მხრიდან კანონის დაუმორჩილებლობის წახალისება კი ქართული ოცნებისთვის რადიკალების მხრიდან ქვეყანაში მორიგი არეულობის მოწყობის მცდელობაა. ეს არ ნიშნავს მხოლოდ ფიზიკურ შეურაცხყოფას, ეს ნიშნავს მცდელობას, რომ განუკითხაობა დაუსჯელობის ატმოსფერო შექმნა საკუთარ სახელმწიფოში და კიდევ ერთხელ მოუწოდო ადამიანებს რომ ყოველგვარ კანონს გასცენ. ერთი განცხადება ვერ მოისმინე წარმოვიდგინეთ ქვეყნების წარმომადგენლებიდან, რომ ერთხელ ხაზ უბრალოდ რომ ეხსენებინათ პოლიციის მხარეს, თუ რა ჭირდათ იმ პოლიციელებს მასეულობით გმირ ბიჭებს, თურმე მოლოტოვის სროლელები, მოძალადეები და ასე შემდეგ, ამუშავება აქვს რომელი პროფესიის წარმომადგენელი, თურმე ეს გმირია. ვინ დაიწყო ეს ყველაფერი, საიდან დაიწყო, გახსოვთ? სალომე ზურაბიშვილის იმ შეწყალებით, აი პოლიციელს რო ხედავთ პირდაპირ შეწყრო ეკიდა მოლოტოვის სროლეს რო გმირად აქციეს. კონკრეტული ქმედებების შესაბამისად პოლიცია ვალდებულიც არის, რომ ძალა გამოიყენოს, როდესაც ადგილი აქვს დანაშაულს, გადაცდომას და ასე შემდეგ. ყველა სხვა ძალა, რომელიც ცდილობს, რომ შეითავსოს ძალმომრეობის ან წილად იღოს პოლიციისგან ძალმომრეობის გამოყენების შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, არღვევს კანონს. მაშინ როცა გერმანიისა და საფრანგეთის ელჩები საქართველოს ხელისუფლებას კანონის აღსრულების გამო აკრიტიკებენ, ფაქტებით დასტურდება, რომ ევროპული გამოცდილება სამართალდამცველებზე თავდასხმის შემთხვევაში უფრო მკაცრია. ქრონიკას მეორე დღე არ მიუღია პასუხი საელჩოებიდან თუ რა სტანდარტი აქვთ და როგორ რეაგირებენ თავად მათ ქვეყნებში პოლიციელზე ფიზიკური შეურაცხყოფისას. ასდაც ვარა გერმანიის ელჩი ბერლინის პოზიციას პიტერ ფიშერი ქართულ პოლიტიკურ რეალობას ადგილობრივი ოპოზიციის თვალით ხედავს, მის შეფასებებს კი როგორც ჩანს არიზიერებს საგარეო უწყება, რომლის პრეს-სპიკერმა საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი დაადასტურა. დიპლომატის პოლიტიკა ხელისუფლების შეფასებით ყველა ზღვარსა და ჩარჩოს გასცდა. ნუკი ჩხიკვაძეა პირდაპირ ეთერში. ოფიციალური ბერლინისა და საქართველოში გერმანიის ელჩის განსხვავებული პოზიციები არ უკვირთ მმართველ გუნდში. ქართული ოცნებისთვის გერმანიის ელჩის დამოკიდებულება სცდება ყოველგვარ დიპლომატიურ და პარტნიორულ ურთიერთობებს. პეტერ ფიშერი ღიად უცხადებს მხარდაჭერას რადიკალურ ოპოზიციას და სწორედ პოლიტიკური გემოვნებიდან გამომდინარეობს მისი განცხადებებიც პრეზიდენტის ლეგიტიმაციის არაღიარებასთან დაკავშირებით. მმართველ გუნდში ითქვა ისიც, რომ პარტნიორმა ქვეყანამ და მისმა წარმომადგენლებმა პატივი უნდა სცეს ქართველი ხალხის და საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეულ პრეზიდენტს. გერმანიის ელჩი რასამობ საინტერესო არ არის, ის მას შემდეგ რაც დაბინავდა ხაზარაძის პირად საკუთრებაში, ემსახურება რადიკალური ოპოზიციის ინტერესებს. ორმაგ სტანდარტსა და დიპლომატიური უწყებების ურთიერთსაპირისპირო განცხადებებს პრემიერ-მინისტრი პეტერ ფიშერის პოლიტიკურ გემოვნებას უკავშირებს. ამიტომაცაა, რომ რადიკალური ოპოზიციის მოკავშირე დიპლომატისთვის პრეზიდენტი ისევ წინამორბედია, ხოლო გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის არჩევნების შედეგების შესაბამისად მიხეილ ყაველაშვილი. მთავრობის მეთაური ამბობს, რომ დროა დიპლომატიურმა უწყებამ პატივი სცეს ქართველი ხალხის არჩევანს და არჩეულ პრეზიდენტს. საგარეო უწყების ეს პოზიცია არის აბსოლუტურად ლოგიკური. ქვეყანას ჰყავს არჩეული პრეზიდენტი
და ამას ყველამ უნდა სცეს პატივი ქართული ხალხის ნებას, ყველამ უნდა სცეს პატივი. სალომე ზურაბიშვილს უნდა დარჩენილიყო პრეზიდენტად, თუმცა მოსახლეობის 54%-მა მხარი დაუჭირა ქართულ ოცნებას საპარლამენტო არჩევნებზე და ამით ავტომატურად უარი უთხრა სალომე ზურაბიშვილს, რომელიც 6 წელი ემსახურებოდა არა საკუთარ ქვეყანას პრეზიდენტის პოსტზე, არამედ ემსახურებოდა უცხო ძალებს. დიპლომატის მხრიდან ამ საკითხზე სპეკულაციები არასერიოზულია. მაკა ბოჭორიშვილისთვის ქვეყნის პირველი დიპლომატი ამბობს, რომ კონსტიტუციის ფარგლებში ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლებისა და პრეზიდენტის ლეგიტიმაციის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება არაპარტნიორული დამოკიდებულება. არასერიოზულია ზოგადად ამ თემით სპეკულირება, სკამზე გამოკიდებული ადამიანის, ასე ვთქვათ, მხარდაჭერა. საქართველოს ჩატარდა არჩევნები, საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მიიღო მასში მონაწილეობა, უმეტესობამ გადაწყვიტა, რომ დამდგარიყო ის შედეგი, რაც დადგა. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი გადაწყვეტილება თუ ნებისმიერი რამ, რაც მოსდევს საპარლამენტო არჩევნებს, არანაირად არ შეიძლება ვინმემ დააყენოს კითხვის ნიშნის ქვეშ. გერმანიის აღიარებას არ აღიარებს რადიკალური ოპოზიცია. დასავლელი პარტნიორის ურთიერთსაპირისპირო განცხადებებმა გრიგოლ გეგელია ისე დააბნია, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან გამოთხოვილ ოფიციალურ წერილს ტელეკომპანია იმედის მოგონილსაც კი უწოდებს. არ მიიჩნევს. არა, ეგ იმედს ეწერა. იმედზე მე გერმანიაზე ვლაპარაკობ იმედის პოსტებით. არადა საზოგადოებამ სიმართლე გუშინ ამ დიალოგიდანაც გაიგო. გერმანიის ელჩის ეს განცხადება მართველი გუნდისთვის Deep State-ის პრინციპების მორიგი გამოვლინება. პეტერ ფიშერი, რომელიც არჩევნების პროცესში აქტიურად იყო ჩართული, მხარდაჭერას რადიკალური ოპოზიციის მიმართ ღიად გამოხატავდა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ არჩევნებში დამარცხებული სასოწარკვეთილი ოპოზიცია მათ პატრონებთან ერთად უკვე დიდი ხანია პარალელურ სამყაროში ცხოვრობს. არის თუნდაც დიპლომატების კატეგორია, ყველაზე არ მაქვს საუბარი. არის ჩვენი ეს რადიკალური წრულფეხა ოპოზიცია, არის ბრიუსელის გარკვეული ბიუროკრატია, იქაც ყველაზე არ მაქვს საუბარი, რომელიც იმართება გარკვეული ადამიანებისგან. ეს კონკრეტული ელჩიც თავის თავს არ ეკუთვნის, არც თავის ქვეყანას არ ეკუთვნის. მას ხავს თავისი პატრონი, რასაც ეთქვიან დაავალებენ, იმას აკეთებს. ბატონი ფიშერმა სამწუხაროდ ბოლო პერიოდში დაგვამახსოვრა თავი სრულიად გამაოგნებელი განცხადებებით, პოლიტიკური განცხადებებით დაგვამახსოვრა თავი. ეს არის აბსურდის თეატრი. თუ იგი დღემდე ფიქრობს, რომ ქალბატონი ზურაბიშვილი არის საქართველოს პრეზიდენტი, ნუ არ ვიცი ამაზე ხა სერიოზული კომენტარი როგორ უნდა გავაკეთო, ხო? იგივე წარმატებით, მას შეუძლია იფიქროს, რომ დღემდე ვანო მერაბიშვილი არის შინაგან საქმეთა მინისტრი და ნუ ითამაშონ ეს სახლობანა. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მემარცხენე პარტიის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის საპასუხოდ ოფიციალურ წერილში განმარტა, რომ საქართველოში 2024 წელს ჩატარებული არჩევნების თანახმად არჩეული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილია. ინფორმაცია მალევე სამინისტროს პრესსპიკერმა სებასტიან ფიშერმა თავადვე დაადასტურა და თქვა ისიც, რომ სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ძველი ინფორმაციაც განახდება. შინაგან საქმეთა მინისტრმა დაუწყების ჩინოსნებმა ღირსების ორდენები მიიღეს მართლწესრიგის და კანონიერებაზე ზრუნვისათვის სახელმწიფო ჯილდო პოლიციელებს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გადასცა. დამარჩიკვატიას რეპორტაჟი. კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის საქართველოს სახელმწიფო ჯილდო ღირსების ორდენი გადაეცემა საქართველოს ვიცე-პრემიერს, შინაგან საქმეთა მინისტრს, გენერალ-პოლკოვნიკ ვახტანგ გომელაურს. შინაგან საქმეთა მინისტრი და პოლიციის კიდევ 10 ხელმძღვანელი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ქვეყნის პრეზიდენტმა თითოეულ პოლიციელს ქვეყნის წინაშე გაღებული ღვაწლისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ძლიერი ქართული პოლიცია ძლიერი და სუვერენული სახელმწიფოს სიმბოლოა. შეუფასებელია თითოეული პოლიციელის მიერ ჩვენი ქვეყნის წინაშე გაღებული ღვაწლი. თქვენ ხართ ადამიანები, ვინც ყოველდღიურად იცავთ სამშობლოს სანუკვარ იდეას, რომელსაც საქართველო ქვია. სწორედ ამიტომ სურს კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღირსების ორდენით დაგაჯილდოვოთ. გისურვებთ ერთიან, ძლიერ წარმატებულ საქართველოში ცხოვრებას. ჯილდო როგორც სიამაყისა და ღირსების სიმბოლო. საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, შინაგან საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა. პირველმა პოლიციელმა მადლიერება გამოხატა იმ პოლიციელების და მათი ოჯახების მიმართ, რომლებიც ქვეყნის სამსახურში დგანან და მოქალაქეებსა და სამშობლოს იცავენ. ეს მეწუნეთ ყველა ჩვენთაგანისთვის ძალიან დიდი პატივია.
არ შემიძლია ხაზი არ გაუსვა და არ აღვნიშნოთ თქვენი ყოველდღიური მხარდაჭერა, გვერდში დგომა, რომელიც თითოეულ პოლიციას როგორც რიგითებს, ასევე ჩვენ ხელმძღვანელი პირები ვხედავთ ამას და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მინდა ვისარგებლო შემთხვევიდან ყველა პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს მადლობა გადავუხადო. იმ შრომისთვის, რასაც ეს ადამიანები აკეთებენ 24 საათის განმავლობაში, ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი სამშობლოს დასაცავად. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო მათ ოჯახებს გვერდში დგომისთვის. და ბოლოს მინდა მოგცეთ პირობა, რომ გადმოცემული ღირსების ორდერებს თითოეული ჩვენთაგანი მთელი ცხოვრება ღირსეულად ვატარებთ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელ პირებს ჯილდოს მიღება მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ. გზავნილები ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს. ჩემი და პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე ვიცე-პრემიერი შინაგან საქმეთა მინისტრი გენერალ-პოლკოვნიკი ვახტანგ გომელაური და პოლიციის სხვა ხელმძღვანელი პირები კანონიერებისა და მართლწესრიგის გამტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონიას, რომელიც ათონელის საპრეზიდენტო სასახლეში გაიმართა, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად დავესწარი. პოლიციის ხელმძღვანელ პირებს საქართველოს სახელმწიფო ჯილდოს ღირსების ორდენის მიღება მიულოცე და ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადავუხადე. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირების ღირსების ორდენით დაჯილდოების ცერემონიას დავესწარი. პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 11 თანამდებობის პირი, მათ შორის მინისტრი ვახტანგ გომელაური ღირსების ორდენით დააჯილდოვა. საქართველოს სახელმწიფო ჯილდო შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს კანონიერებისა და მართლწესრიგის გამტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პრეზიდენტის სასახლეში გადაეცათ. 6 მილიარდი დოლარის ინვესტიციის ეფექტი ქართულ ეკონომიკაზე უპრეცედენტო ფინანსური შეთანხმება საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების წამყვან კომპანიასთან. მარიამ ქართველიშვილი გიამბობთ. ყველა თვალსაზრისით არის უპრეცედენტო და უმნიშვნელოვანესი ეს ინვესტიციო პროექტი. თბილისი, ბათუმი, გონიო უპრეცედენტო ამბიციური პროექტებისთვის ემზადება 6 მილიარდიანი ისტორიული ინვესტიციის შესახებ დადებული ოფიციალური შეთანხმების შემდეგ მთავრობის მეთაური ამბობს, რომ მასშტაბური საინვესტიციო პროექტი ნიშნავს ეკონომიკის ზრდას, რაც მოქალაქეების კეთილდღეობაზე აისახება. მაღალი რეპუტაცია და პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი. ემარ ჯგუფის სავიზიტო ბარათია. სადაც ხელი მოგიდა გვერდულ პროექტს ამ ჯგუფმა, ემარ ჯგუფმა, ყველგან მიიყვანა სათანადო ვადებში ბოლომდე სრული მასშტაბით, რომ წარმოიდგინოთ ჩვენი ეკონომიკა დღეს არის 30 მილიარდ დოლარზე ოდნავ მეტი და ამ ინვესტიციის მოცულობა არის 6 მილიარდი, არის დაახლოებით 18% ჩვენი ეკონომიკის ის ინვესტიცია, რაც ჩაიდება შემდეგ 5 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია ეს ინვესტიცია ხელშეუწყობს როგორც ეკონომიკის განვითარებას, ასევე მრავალი ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას, თან საუბარია მაღალ ანაზღაურებად სამუშაო ადგილებზე. მრავალ მილიარდიანი აქტივების მქონე კომპანია ემარსა და ქართულ მხარეს შორის დადებულმა შეთანხმებამ არაბული და საერთაშორისო მედია ალაპარაკა. ეკონომიკური გამოცემები წერენ, რომ მსხვილი დეველოპმენტი თბილისსა და ბათუმს მდგრადი ცხოვრების, მსოფლიო დონის კეთილმოწყობისა და ეკონომიკური სიცოცხლის უნარიანობის აქტიურ ადგილებად აქცევს. ინვესტორ კომპანიაზე დაყრდნობით წერენ, რომ პროექტში გათვალისწინებულია ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის თავისებურებები. ეს პროექტების შედეგად გამოიღებს ათასობით სამუშაო ადგილს, ხელს შეუწყობს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას, გააძლიერებს უძრავი ქონების სექტორს და განავითარებს ტურიზმს, რამე თუ ყოველწლიურად მოიზიდავს ტურისტების მნიშვნელოვან ნაკადს. ფართო მწვანე სივრცეებისა და მდგრადი პრაქტიკის ინტეგრირებით Eagle Hills ქმნის მრავალფეროვან კომუნებს, რომლებიც გამოხატავენ საქართველოს ბუნებრივ ხიბლსა და კულტურულ მემკვიდრეობას. სოფლიო დონის საზღვაო ადგილმდებარეობის შექმნა ეს ინვესტორის გეგმა და მიზანია. გამოცემა Middle East Economy-ს გონიო მარინას პროექტზე წერს. დიდრული სასტუმროები, ბრენდირებული რეზიდენციები, ღია სკვერები და ეს ყველაფერი არ არის.
გონიო მარინა ბათუმში განლაგებულია განსაცვიფრებელი სანაპიროების და შავი ზღვის ხელთუქმნელი პლაჟების გასწვრივ და აქვს შესანიშნავი ზღვისპირა პოტენციალი, რომელიც ორიენტირებულია მსოფლიო დონის საზღვაო ლოკაციის შექმნაზე. გონიო მარინა განსაცვიფრებელი 260 ჰექტარიანი ნაგებობა მომხმარებელს შესთავაზებს ბრენდირებულ რეზიდენციებს, მდიდრულ სასტუმროებს, სავაჭრო ცენტრებს და ღია სკვერებს, მწვანე ცხოვრების პრინციპების დაცვით. მსოფლიო დეველოპერებს შორის გიგანტი ემარი ორიენტირებულია ინოვაციებზე, მდგრადობასა და პრემიუმ ბრენდებზე. კომპანიის შემოსავალმა 2023 წელს 6.78 მილიარდი დოლარი შეადგინა. ემარის ყველაზე ცნობილი ნაგებობა დუბაიში მდებარე ბურჯ ხალიფა ადამიანის მიერ შექმნილი ყველაზე მაღალ სტრუქტურულ ნაგებობად აღიარეს, თუმცა ეს მისი პორტფოლიოს მხოლოდ ერთი დეტალია. როდესაც კომპანია აკეთებს განაცხადს, რომ ის 6 მილიარდი დოლარის ინვესტირებას მოახდენს საქართველოში, ეს უდიდეს ყურადღებას იქცევს არა მხოლოდ უძრავი ქონების სფეროს დეველოპერებს. პარლამენტთან საპროტესტო აქციის მონაწილეები დღესაც შეიკრიბნენ. ჩვენ ახლა პირდაპირ ეთერში ვნახავთ რა ვითარება არის რუსთაველის გამზირზე. საგზაო მოძრაობა არ არის შეფერხებული, მომიტინგეები კი არის იმყოფებიან უშუალოდ საკანონმდებლო ორგანოს შენობის წინ. კაკალოვანი კულტურების ექსპორტი იზრდება, სოფლის მეურნეობის ეს მიმართულება კი ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება. სახელმწიფო აგრძელებს ამ მიმართულების მხარდაჭერას და ბაზრის დივერსიფიცირებაზე ზრუნვას. ნუცა ფიჩხნარაშვილის სიუჟეტი. ისეთი პროდუქტების ექსპორტი, რომელშიც ჩვენ გვაქვს კონკურენტული უპირატესობა, არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. საწარმოს დირექტორმა ნიკო ნიკოლაძემ ერთ-ერთმა პირველმა ისარგებლა სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამით. ამბობს, რომ მსგავსი პროექტები კაკალოვანი კულტურის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა. პროექტების ერთობლიობა ქმნის იმ წარმატებას, რომელიც გამოხატული არის რიცხვებში, სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის ნაწილში, თუ ადგილობრივი მოხმარების დაკმაყოფილების ნაწილში. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, როგორც სასურსათო უსაფრთხოების ნაწილში, აგრეთვე ეკონომიკურ ჭრილში. 2024 წელს ქართული კაკლის ადგილობრივი ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ქართველი მეწარმეებისათვის ევროპის 500 მილიონიანი ბაზარი ღია და ხელმისაწვდომია. სახელმწიფოს მიერ დივერსიფიკაციის პოლიტიკა შესაძლებლობას იძლევა ქართულმა ხარისხიანმა პროდუქციამ ადგილი მსოფლიოს ნებისმიერ ბაზარზე დაიმკვიდროს. კაკალთან ერთად 2024 წელს ნუშის ადგილობრივი ექსპორტის განხორციელდა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 140%-ით აღემატება. ქართული კაკალი 2024 წლის მოსავლის გავიდა ევროკავშირის ბაზარზე, აქტიური ექსპორტები განხორციელდა. ჩვენი მიზანი თავიდანვე იყო მაღალი ხარისხის, მაღალსეგმენტური, ასე ვთქვათ, ნიშა დაგვეკავებინა, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისევე საექსპორტო ბაზარზე. სახელმწიფო კაკალოვანი კულტურის განვითარებისთვის ფერმერებს ყველა ეტაპზე მხარს უჭერს. პროგრამის ფარგლებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 3300 ჰექტარზე კაკლის, ხოლო 4700 ჰექტარზე ნუშის ახალი ბაღები გაშენდა. ჩვენ მხარს უჭერთ საერთაშორისო სტანდარტის და თანამედროვე ბაღების გაშენებას, რაც შედარებით ახალი დაწყებულია საქართველოში, შესაბამისად მოსავლიანობაც უფრო იზრდება. მეტი დაინტერესებაა ჩვენი ფერმერების, რომ ჩაერთონ ჩვენს პროგრამებში და შეძლონ სააგენტოს დახმარებით სხვადასხვა თანამედროვე ბაღების გაშენება. კაკალოვანი კულტურის განვითარება სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილია კაკლის გადამამუშავებელი 5 და ნუშის გადამამუშავებელი 5 საწარმო, ხოლო შემნახველი საწარმოების რაოდენობა 15. ეროვნული არქივი რესტავრატორთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი გახდა, რაც მსოფლიოს მასშტაბით ამ სფეროში დასაქმებულ პროფესიონალებთან მჭიდრო თანამშრომლობას და ახალი საერთაშორისო ტექნოლოგიების გაცნობის მეტ შესაძლებლობას გულისხმობს. გასულ წელს არქივის რესტავრაციის ლაბორატორიამ 27,000-მდე ფურცელი აღადგინა. დოკუმენტებს შორის არის საეკლესიო წიგნების, უახლესი ისტორიის და კინოფონო დოკუმენტების უნიკალური მასალებიც. შორენა კოპალეიშვილი გიამბობთ. არის 340 ფურცლიანი, საკმაოდ დაშლილ მდგომარეობაშია, უკან აყვანილია ხის წებოზე, ეს უნდა მოცილდეს ყველაფერი, გასუფთავდეს, გაიწმინდოს 10-თაო ფურცელი, მერე აიკინძოს და ჩაისვას ახალ ყდაში. ასე განაგრძობს ცხოვრებას ძველი საბუთების განყოფილებიდან ლაბორატორიაში, სარესტავრაციოდ შესული თითოეული ხელნაწერი. ჩანაწერებისა თუ აღდგენილი ორიგინალი ხელნაწერის სახით თითოეული ფურცელი ისტორიული მნიშვნელობის ამბავს ინახავს.
აქ არის ისტორიული საბუთები, წმინდათა ცხოვრების აღწერის ტექსტები. აქ ამ საქმეში დაცულია ეკატერინე დადიანის კარის მდივნის მოგონებები. აქ შემოწმდება მელანი გადადის თუ არ გადადის და ისე მოხდება აი ამ ფურცლის რესტავრაცია. საკმაოდ საინტერესო საქმეა. მთელი წლის განმავლობაში ლაბორატორიამ საარქივო დოკუმენტების 26,000-ზე მეტი ფურცელი, 150-მდე ფოტო და გაზეთი აღადგინა. წარსულის გაცოცხლებისა და აღდგენის პროცესი რესტავრატორებისთვის ხშირად აღმოჩენებით არის სავსე. ამჯერად ამ პროცესს მე-19 საუკუნის ისტორიკოსის თედო ჟორდანიას პირადი არქივი გადის. ისტორიკოსი თედო ჟორდანია მე-19 საუკუნის გამოჩენილი მოღვაწეა. იგი ფეხდაფეხ დადიოდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში. მის მიერ შეგროვებული მასალა მოიცავს მე-18 საუკუნეების მასალას, რომელიც კიდევ განმეორდები და ვიტყვი, რომ არის უნიკალური. დეზინფექცია, დოკუმენტის დეტალური აღწერა, დაზიანებების შესწავლა, ფურცლების აღდგენა იაპონური ქაღალდის მასალით, აკინძვა და ნატურალური ტყავის ყდაში ჩაცმა. უნიკალური ხელნაწერები ლაბორატორიაში სხვადასხვა სარესტავრაციო ეტაპს გადის. საარქივო დოკუმენტების უკეთ დაცვასა და შენახვას ეროვნული არქივი ახლა უკვე რესტავრატორთა საერთაშორისო ასოციაციის წევრის სტატუსით განაგრძობს. საქართველოს ეროვნული არქივი წიგნისა და ქაღალდის რესტავრატორთა საერთაშორისო ასოციაციაში იადაში გაწევრიანდა და უკვე 2025 წლიდან ჩვენი ლაბორატორიის რესტავრატორებს მიეცემათ საშუალება რესტავრაციის სფეროში მსოფლიოს საუკეთესო სიახლეების გაცნობა, გაზიარება გამოცდილების, როგორც საერთაშორისო კოლეგებისგან სიმპოზიუმებში თუ კონფერენციებში მონაწილეობა, ისე ჩვენი თანამშრომლების და რესტავრატორების თავისი გამოცდილების გაზიარება. წელს ეროვნულ არქივში არაერთი ისტორიული მნიშვნელობის ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის აღდგენა დასრულდება.